მოგესალმებით მეგობრებო, ხაზია პოდკასტი FM8 და 4 თვის შემდეგ ჩვენი სტუმარია ჟორა. ეს არის მეორე სეზონის მეორე ეპიზოდი. რა შეგვიძლია? მეორე სეზონში ვარ. მეორე სეზონი გავხსენოთ. ეს მეორე ეპიზოდი არის გადაღებული პირველ ეპიზოდამდე. იმიტომ რომ მეორე ეპიზოდის მეორე სეზონის პირველ ეპიზოდში უკვე Короче, უფრო special ეპიზოდი არის, ხო, ანიმეებში რომ არის ხვის ეპიზოდი რა, ეპიზოდი ბათუმშია კაცო. სტუმრებთან უკვე მოლაპარაკებული ვარ რა, მეორე სეზონის პირველ სტუმრებთან ვინები უნდა იყვნენ. არ დაგასპოილერებთ, ვინ იქნება, მამეთ ნანახი გექნებათ უკვე. რა შვები როგორ ხარ? ბათუმში ჩამოვედი. ცხელაო იძახის, მაგრამ თბილისთან შედარებით იმენა ვიწვით ხალხი, არ ვიცი, კითხეთ, ნალუბოი ბათუმას საშნელი სიცხეა ვიხჩობით ხალხია, გარშემი ძლია, ბლა, დნები, თბილისში იმენა უარესია. სიტყვაზე გუშინ წესით ივენზე უნდა ყოფილიყავი, რომელიც რომელზეც შენ იყავი და წარმომიდგენია მან რაც უდაც იქნება საავადმყოფოში. მან იყო საშინელება, რასაც ვიგე მაგრადეც ხელოდა. და ჩვენ მივედით ადრე. მე და მიკასა მივედით ადრე, წესით ხო 6-ზე უნდა დაწყებულიყო. რომ მივედით 6 და 10-15 წუთი მივედით და დააგვიანეს დაახლოებით 40 წუთი წამყვანება. საკაიფოდ წავიდა გუშინდელი ივენთი. Короче, საბოლოოდ მოეწონა ხალხს. კაი ივენთი იყო კი გუში. გაასწორა. და ეს იყო ისეთი კიდე პატარა ივენთი. მასშტაბური ჯერ არ არის და რეალურად ჩვენ ოქტომბერში გველოდება ჰელოვინზე მასშტაბური. და დეკემბერს უკვე დიდი ალბათობით ჩვენ იქნება, ოღონდ უკვე შიდა და ოფიციალური რევოისის ივენთი უკვე ახლო მომავალში რა გადარჩა. ჰელოვინზე ხო დაახლოებით. ჰელოვინზე ჩვენი არა. ჰელოვინზე ჩვენი ისე პატიჟებენ და სტენდი იქნება როგორც სტენდი გვექნება. და იმენა ჩვენი რომ მთლიანად ჩვენი რომ ორგანიზებას მაგას უკვე დიდი ალბათობით 2026-ში ხილავთ. ოჰო, კაი ანონსიც იყო. ჰელოვინზე რა თემა იქნება? ანუ ყველა კოსტუმით იქნება უცილებლად. ეს როგორც იყო Cyberfest-ზე, იგივე პონტე იქნება, უბრალოდ უფრო მასშტაბური წინა ივენთი არის, ხო? ეხლა მაგაზე არ ყოფილვარ მე და მაგაზე მომიყავი და ხდებოდა. დაგვიკავშირდა ერთ-ერთმა გუნდმა Animate Shake არის ეგეთი, მაგათთან თანამშრომლობთ, აქტიურად ვიწერთ მაგათ სტუდიაში. ხო და გვატარებთ ჩვენს ივენთს. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ივენთი იყო, მე რომ გითხრა საქართველოში, მე რომ გითხრა რაღაც პოჩტაჟი მაცურიზე უფრო დიდი იყო. რომ მასშტაბები დღესაც ეს მაცური სიტყვაზე. მოგიკითხავთ ვისაც ხართ მაცურიზე? ხოდა. მანდ, короче, ატარებდნენ კიბერპანკის ტიპის ფესტივალს, რაღაც თემატიკა ერჩიეს, საიბერპანკი და დაგვიძახეს ხო არ გინდათო მიიღოთ მონაწილეობა ისევ თქვენი გუნდის სახელითო, ჩვენ მაგ მომენტში არ ვიცოდით რა უნდა გავუკეთებინა და მოდი გავაკეთებთ ჩვენ სტენდს აქტივობებით, მაგალითად რაღაც ანიმე მომენტების გახმოვანება, ისევ პოზები და короче ხალხს ვიხალისებთ ჩვენს და ხალხის ასე თქვა ვიხალისებს. პლუს ამას ჩვენი წამყვანი იყო, ჩვენი ერთ-ერთი კურატორი იყო მანდ სცენაზე, მთავარ სცენაზე. და მოკლედ, რავი, საკაიფოდ ჩაიარა მე რომ გითხო. პირველი, მეორე, სამწუხაროდ მე აღარ ვიყავი, მაგრამ ძალიან მაგარი იყო. მეორეც როგორც ამბობენ, კარგი გამოვიდა და მესამე იმედია უკეთესი იქნება. დაიდება ვლოგი? უცდი მაგას გამწარებული. წესი დაიდება, აი თბილისში რო ჩავალ, დავამონტაჟებ იმ დღესვე და მეორე ან მესამე დღეს დავდებ უკვე. ნაის. დაახლოებით მოფიქრებული მაქვს რა როგორი უნდა. ეხლა მეუბნებიან რომ კარგად ჩაიარო და რეალურად ყოლა იჯდა და საერთოდ გამოვიდა. ბიჭო, ისეთი კაი იყო რომ მე დავიღალე. ანუ ივენთებზე რომ მე დავიღალო არის იშვიათი მოვლენა, მაგრამ იმენა დავიღალე. ბიჭო, არა, ასწორებს ივენთებზე უნდა იაქტიურო, უნდა იხალისო და ხა თუ ზიხარ და პახოდ ენერგია გრჩება, ანუ ეგ ცუდია უკვე მე რომ გითხო. ამიტომაც წინა ივენთზე იმენა გათიშული ვიყავით. თან ყველაფერს ვიღებდი იმენა. რაც იქნებოდა იქ დაცხეს ბერსერკის და რა ქვია იმას. დანტე. ბერსერკის ერთ-ერთი პერსონაჟი იყო სახელი არ მახსოვს. გაცი ჩაფხუტე ხო გაცი გაცი იყო და დანტეს დაცხეს რა მაგათმა კოსპლეებმა ვითომ დაცხესო და მაგას ვიღებდი რამდენიმე გადავიღე რაღაც ვიდეოები მაგისი კიდე ვაფშე ყველაზე მეტად აი გუში კი გითხარი მაგრამ ყველაზე მეტად გაასწორა რეგტაიმის მანქანაში ბონუს კადრები ვინც ნახეთ ვლოგში აი ყველაზე მაგარი ივენთზე მაგარი იყო ასეთი ბაკმაში ინდოელები მითერთი მანქანაში ატკაც შედით მაგრად კი ცხელოდა მაგრამ რაღაცები სიმღერები ჩავთეთ მუსიკები ჩავთეთ აი ექსკურსიაზე რომ მიდიხარ და რო არ გისწორდება ხო იცი და რომ მოდიხარ და ავტობუსში რომ მაგრად ერთობ აი ეგეთი თემა იყო what the fuck okay ანუ უფრო მანქანაში ხალისით როგორც ჩა ხო მან მე გაკლდით აშკარად აინაც მაგას აუ სვეჩი მაგრამ გვაკლდი შენ არა უშავს სამაგეროთ ოქტომბერში ვიქნები და ოქტომბერში უკვე დიდი ალბათობით მან მივიღებ აქტიურ მონაწილეობას აქტიურად მე მაინტერესებს სახელი რევოისი საიდან მოდის
რევოისის სახელი. ანუ რატო რევოისი და არა სიტყვა რაღაცა voice dub ან რაღაცა. ძალიან რანდომულად მოგვივიდა ეგ სახელი. რეალურად რანდომულად მომიფიქრეთ ეგ ძალიან. მახსოვს მე და მაუ ვიჭერთ ვოიშე და ვიჩვდით ვაშე განვიხილავდით ამ ვარიანტებს რა. მან ქონდა რაღაც იაპონური ვარიანტები, სხვა ცალკე ვარიანტები, ავირჩიეთ ამას საბოლოოდ რაღაც 5 და მოვიფიქრეთ რანდომულად, ჩავაგდეთ ჩატში. მაგ დროი კონოგიმას ჩატში მაგ დროინდა როცა ვიყავით და რევოისმა გაიმარჯვა ასე ვთქვათ გამოგითხოვში და ამიტომაც რევოის დიდი არაფერი აზრი არ დავს. ახლა ლოგოზე ანალოგიურს ვერ ვიტყვი, მაგრამ ლოგო აი ეს რევოისის ლოგო ისევ ეს ვინილური დისკი არის, რაც აღნიშნავს იმას, რომ აი მოსმენა შეგიძლია და თვალი იმას, რომ აი თან შეგიძლია და თან უყურთან ხედავ თან უსმენ რა. რაღაც პატარა მცირე აზრი დევს ამ ყველაფერში. ჯო მე მითხრა ერთ-ერთმა ადამიანმა, რომ მომპარესო, რე მომპარესო. ვინ? რე? ხო, რომელმა? ერთ-ერთი არ მახსოვს ზუსტად მაგას რა ქვია. დომეინი თუ არა მოიცა? ჰოსტი რაღაცა ეგეთი ქვია არ მახსოვს. რე. რეთი იწყებოდა სახელი. ჩვენ რეალურად რე ავიღეთ ისევლე რე. არ ვიცი მაგში მახსოვს რეზე რო იყო ongoing-ი და რე ხო გადატვირთას ნიშნავს restart. ხო და რაღაც პონჩი რე ანუ გადატვირთე voice მაგ პერიოდში ძალიან რანდომულად ვირჩევდით სახელებს, აი მახსოვს და AI გენერატორებშიც კი შევდიოდით ლიზბი რამე მოგვეფიქრა ორიგინალური. რე voice ისევლე მახსოვს რეზეროს უყურებდი მაგ პერიოდში აქტიურად ongoing-ი რომ იყო და მეთქი. ბიჭო რე არის. ხო. ანუ მარტივი სახელია რე restart ანუ და voice restart voice და გადატვირთვის რაღაც პონტი არის. ანუ ისევლე კონცეფტს განვიხილავთ გახმოვანების მე საქართველოში ხო voice over-ი არის ზოგადად. ამიტომ ჩვენ ასე ვთქვათ, ამ ყველაფერს გადატვირთვის პონტში ვაკეთებთ და ისევლე დუბლირებას რაღაც სიახლეს თავაზე. ხო, მე მახსოვს ერთადერთი პროექტი, რაც დუბლირებით იყო, პროფესიონალური დუბლირებით იყო Spider-Man-ი, რო განახი. ოღონდ ეგ სრული დუბლირებაც არ იყო. რომელი? სამივე რო იყვნენ. იქ იმაში სადაც iMos.net-ზე როდეს. ო, არა მაგრამ. ეგ დისკორდში რო განახი. დისკორდში. შენ და კახა იყავით და კახამ რო თქვა რომ ამის ის მომეცი და ეგრევე დუბლირებას გავაკეთებდი. მაინც რომელიღაც ყურში ისმოდა ინგლისური ხმა. რუსებიც აკეთებენ. მიახლოებით რაზე იყო, მაგრამ დუბლირებით ამდენად არ მახსოვს. მე მახსოვს voice over-ით. დუბლირებით მე მახსოვს ისავლე ბავშვები 4-ს მეორე ოთახიდან, ადამიანებობა, კუნინძები და რაღაცა ეგეთი. ბავშვობაში მახსოვს voice over-ი იყო. ხო, voice over-ი იყო. ნუ ხო, Spider-Man-ი და ის კარში იყო რაღაც პროექტები, რომელიც იყო დუბლირებით, მაგრამ ჩვენს დროს რეალურად დუბლირებით დიდად რამე არ მინახავს. ისევლე იყო მცდელობები. მაგრამ არა. მაგრამ ეხა ისევლე მიდის საუბარი არა პროფესიონალურზე. პროფესიონალური როგორც ვიცი კინოთეატრებში ეხა აქტიურად. ნუ კინოთეატრში გადის ანიმაციები, ფილმები. просто მე ვფიქრობ, რომ ხარისხი რაღაც მხრივ კინოთეატრშიც ვარდება, იმიტომ რომ უფრო მეტი ფილმი კეთდება voice over-ით ვიდრე დუბლირებით. ეხა და ერთი ხარვეზე საიტებზე რო ახონდე ხარვეზე ხო ის რო იპარება რა. რაღაც სხვას რო იტყვიან სიტყვას და რო გაიპარება. კინოთეატრში იყო ეგ. შემ კინოთეატრში სამცხაროდი იშვიათად დავდივარ, რომ რუსულად რო გამოვიდა. ბალერინა რო გამოვიდა ფილმი ჯონ ვიკის. მაგაზე ვიყავი წასული და ერთ-ერთი სახეობები ვინც ახმოვანებს ამბობს, რომ ეს ვინ არისო თუ რაღაცა და ეგ გაიპარათ იქ კინოთეატრში. ეგ არაფერი ხა მცირე ხარვეზე ყველგან არის ეგ არც არაფერია. რეალურად ისწავლე განვითარდე უნდა რა, ან როდესაც ხედავ რომ რაღაც მომენტებში გეშლება, ისწავლე შემდეგ პროექტში უბრალოდ მსგავსი რამ აღდა გაიმეორა და просто განვითარდები ეგ რა. ჩვენც ბევრი ხარვეზე ქონდა თავის დროს დასაწყისში პირველ პროექტებში გვიჭირდა ძალიან, იმიტომ რომ რაღაცები გამორჩენილი იყო. ჯუჯუცუზე, დემონებზე, იმიტომ გამოცდილება არ ქონდა. შემდგომ უკვე ნელ-ნელა ვითარდებოდით და თითო აი ფილმი არის როგორც თითო ნაბიჯი რა განვითარებისკენ ისე ხარისხის გაუმჯობესების. ამიტომაც დიდი ალბათობით თან პარალელურად გამხმოვანებლების ისე კი, პარალელურად გამხმოვანებლების ვითარდებიან, იმიტომ რომ დუბლირება ხა მაგათთვის ახალია ბევრისათვის, ამიტომაც ვითარდებიან. თითო ახალი ფილმი უკვე რაღაც აი თითქოს ახალი ხარისხივით არის რა, იმატულობს ნელ-ნელა ხარისხი. რაღაც პონჩი ასწორებს ვენო კითხო. კუნინძები ვახსენეთ, წეგან ხალხო გეტყვით რომ კუნინძები იმედის გახმოვანებით დაიდო მაიკადრი კომზე. კი, დაიდო, მე ჩავუძდეთ განახებ თუ გინდა პოდკასტის მერე. მოიცა და ის ძველი კუნინძები რომელიც იყო, ოკეი. 2003 წლიანი. მახსოვს იგი YouTube-ზე იყო თუ მაი ვიდეოზე. YouTube-ზეცი და YouTube-ზე ვუყურებდი თავიდან მე. და მე რაღაც ეპიზოდები იყო გაჩიტული. ადამიანობისას გავჩიტე მან, როგორც მახსოვს. კონოგიმაზე დევს ხო იცი? Spider-Man-ს მახსოვს, კონოგიმაზე მაშინ ადმინი რომ ვიყავი. შევშებოდით განვიხილეთ ეგ მომენტი. არა, პირებ დაბრუნებას? კონოგიმაზე. მეჭვებასავით ისევლე იმიტომ რომ კონოგიმა უნდა სხვა განვითარებით ანუ სხვა განმედის მე უბრალოდ სხვაგან თავის დროს მე ისევლე ეს პროექტი
რეალურად მე ჩემ პროექტი არ ხო, კონოგიმას სახელით გინდოდა რომ ხო, ანუ წინაზე ეს დუბლირება და ეს სანამოშე ამას ჩვენსაც ვიზამდით, გინდოდა რომ მოშე კონოგიმას ქონოდა ეგა ეს ივენთების თემა ხა სტენდი რომ გვაქვს და აქტიურად გავდივართ ივენთებზე გვინდოდა რომ კონოგიმას სახელით გავსულიყავით ისეულე არ მინდოდა ჩემი პროექტი რომ ზედმეტი პასუხისგებლობა არის ეგრეთი ტვენის ბურგერი არის და მეზობებს აჩილტი რამე გაფუჭდება ჟორა ვინმე დაგვიანა ჟორა ყველაფერზე ხა შენთან მოდიან და რაღაც პონჩი კი ეგ ცუდია რაღაც პონჩი ასრობს რაღაც პონჩი ცუდია მაგრამ ბიჭო ის ასწორებს რომ ნდობა გაქვს მაგ საკითხში ნუ ეგ ხო ხვდები რომ იმენა ნდობა გიჭირავს როცა ხალხი ესე მოდის ვინმე თუ რამე დაშავება მაშინებს ვიტყვი რომ მე თვითონაც რომ ბაზარიერა მე თვითონაც ეხა დიდათ რომ გითხრა ამ სფეროში რაღაცა და ვიცი და რაღაც მე თვითონაც ავსწავლობ ბევრ ამას რა ანუ ხალხისგან ისე რჩევებს ვიღებ სხვადასხვა გამხვანებლებისგან ისულთ იმ ხალხისგან რომლებიც ამ სფეროში დიდი ხანი არიან და მოკლედ მეც ვითარდები ამიტომაც ის კრიტიკა ახლა რაც მომდის რაღაც პონჩი დაჟე მისწორდება იმიტომ რომ თვით ისოლე ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის კაია. ეს ახლა საუბარია თქო და ნორმალური ადეკვატური ხალხი. ხა ვიღაცა რომ მოვა ეს რა არის bro ფუწა. ამას მეც გავაკეთებ რა თქო ამბობ. ამას უკეთვისა და ეგეთებისგან არა ეგეთი ნუ ეს ისოლელია. ისოლე ჯანსაღი კრიტიკა და მისი ჯანი. დედპულზე მინდა კითხო რაღაცეები პირველი სამოყარულო დუბლირება იყო როგორც ის დედპული. ნუ ხა ფილმებში კი. ხო და რას ფიქრობ თავიდან დედპული რო არ ყოფილიყო. ხო რადონეზე იქნებოდა ახლა დუბლირება წამოწეული? დუბლირება სამ დედპულს გააკეთებდი, მანამდე ქონდა გეგმაში. რეალურად მე მგონი შენ სანამ მაგას დაიწყებდი, ჩვენ უკვე გამიხილავდით მაგ პროექტს, უკვე ქონდა ეს გეგმაში და დაწყებულიც ქონდა. პროსტა თემა იმაში არის და 2024 არ და 23-ში ქონდა დაწყებული დუბლირების საკითხები. უბრალოდ ვერ დავამთავრეთ, ვიპოვეთ აუდიო სპეციალურ სადაც იყო მოშორებული ეგ ყველაფერი. და პროსტა იქ უარი თქოს გამხმოვანებლები ვერ ვიპოვეთ ხო მაგ მომენტში. თორე რეალურად კაი დიდი ხნის წინ ქონდა გეგმაში. ანუ ამას ბოლოს და ბოლოს მაინც ვიზამდით, მაგრამ შეიძლება ახლა დედპული რომ არ მოხდარიყო, კი გაგვიკეთა, ოღონ შეიძლება უფრო გვიან. პროსტა დედპულისთან ერთად ახლა ეგ დამთხევა იყო საკაიფო. ახალი ისინი იჩდება პროექტები როგორც ვიცი. საიტები აკეთებენ. ამ მომენტში სამ პროექტს ვაკეთებთ. არა, საიტები დუბლირებებს აკეთებენ. საიტები? საიტები. საიტები? ანიმეტები თავის დუბლირება დაიწყო ანიმები, ხო? ხო, კი, ეგ ვიცი. ეგ რაღაც მომენტში ის არ არის, რა ქვია, სუდი სიტყვა არ მინდა ვთქვა, მაგრამ როგორ რაღაც მომენტში შემოლაწუნება არ არის, რომ თამასა გეჭირავს და სულ უნდა გეჭიროს ეგ თამასა. არა, ბატო, ანუ რეალურად ყველაზე ხარისხიანი რეალურად რევოისი არის დუბლირებისათვის. სამყოდი რომ რევოისი არის ერთ-ერთი ხიანი მოდი ძალიან მოდი ეგრე გეტყვი. ეგ ჩოლებრივი მომენტია, როდესაც რაღაცა ვითარდება პროექტები დუბლირება, მერე იჩიტება სხვა საიტ პროექტები. რეალურად თავის დროს რომ ანიმე პროექტი შეიქმნა ისო რაიმე ანიმე საიტი. მერე სხვებმაც ნახეს, დაინტერესდნენ და თავისი გააკეთეს. ეგ ჩოლებრივი მომენტი არის. კი, შეიძლება რაღაც ასპექტებში ჩვენ იყოთ უკეთესი, შეიძლება ისინი რაღაც სხვა თემებში იყონ უკეთესი. მე ხა ვერ ვიტყოდი რომ მართლა ხა ჩვენი პროექტი ინდონეზე მაგარია. მე სვეჩი ეგრე ვთვლი რომ ყველაზე ხარისხიანი რაც დუბლირება კეთება სამოყვარულო დონეში არის რევოის. მადლობთ, მაგრამ მე ვთვლი რომ ჯერ კიდევ ბევრი წინა გვაქვს ჩვენ ახლა მაქსიმალურად ვინდა რომ გამოვანოთ ეს ხარისხი პირველ რიგში ერთი სივრცეში რო ვიწევთ. ახლა გვაქვს პროექტი რომელიც იწერება სტუდიაში, სპეციალურ სტუდიაში, სადაც არის ხმის იზოლაცია, არის აუდიო ბარათი, არის ყველაფერი ის რაც ჭირდება კარგ ხარისხიან ფილმს, ხო და რომელ პროექტზე საუბარი შეგიძლია თუ არა საუბარი? საიდუმლო. ანუ ყველა რევოისის პროექტი იყოს აგვისტოს ბოლოს დიდი ალბათობით ფილმი იქნება. ნუ მე განვიხილოთ პოდკასტს, მე რა პროექტია, იმიტომ რომ აზრი არა ვარ მე. საკაიფო პროექტია სიტყვა. მე რა მაინტერესებს ახლა ამდენს რომ სუდათ არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ამდენს რომ შრომობდა რომ წვალობ როგორც რევოისის განვითარებაში და ქართული გახმოვანების განვითარებაში. ჩიტი ბრდღუნად გიღირს? ვერ თქვი იმენა. ანუ გამოხმაურების მხრივ რამდენად არის? რეალურად ეხა ხალხის საპორტი და გვერდში დაფასება როგორც ასე აქვს. უგზნობთ მაგას აქტიურად ეხა სხვადასხვა როგორც გამხმოვანებლებისგან, ასე სხვა პროექტებისგანაც გრძნობთ ამ ფიდბექს, რომ აი კი მაგარია, საკაიფო, კარგი ეგრე განაგზეთ. რეალურად ისეულე იმ მასშტაბზე ვერ გავდივართ, რომ მოგეთ ჩვენ გვიდოდა თავიდან, იმიტომ რომ ჩვენ უფრო გვინდოდა მასას გავსულიყავით, თუმცა ეგ ისეულე დროის საკითხი არის, მე ვფიქრო. მაყურებლისთვის მთავარი არის რაოდენობა სამწუხაროდ. ვინც ახლები ხარ და ვინც არის წინა პოდკასტი იყო თაწმინდაზე.
და ეხა ბათუმში რო ჩამოდიოდი ჟორიკას მივწერე რომ მეთქი ბარემ უი პოდკასტად ხო და ბარემ ესეც ბარემ ადუარ და ხო რა სპეციალი აი ხო ის ყველა სანიწერ მეორე პოდკასტ ბარემ აგერჩევთანაც ხო მეორედ ვაპირებ ეხა ვიღაც აი სანდროს მინდა მივწერო მეორე პოდკასტი პროსტა მეორე მიკროფონს რო დავითრევ უეჭველი მეორე Samsung-ს თრეულობ და ნუ პოდკასტების პონჩი და ეხა ვეძებდი სტუდიას ვითხარებ მაგ თემას რა ეს პოდკასტებს ვამიტებ რას ფიქრობ voice-over-ებს voice-over-ები ეგ პოდკასტი სხვათა შორის მიყვარს თან ვიცნობ ლაშას ვიცნობ და კარგი ურთიერთობა მაქვს ადამიანთან და ეგ პოდკასტი ვფიქრობ რომ საინტერესოა იმიტომ რომ არ მინდა ეხა თავის ქება გამომივიდეს მაგრამ ერთ-ერთი პირველი ვიყავი ვინც გახმოვანებას დაიწყო პოდკასტების კეთება და როდესაც ხედავ რომ პროფესიონალები აკეთებენ უკვე კარგად გაცნობიერებულები არიან ამ საქმეში და გახმოვანებაში და ამაზე აკეთებენ პოდკასტებს თან კინო მცოდნეობაზე აქ ციკოს ჩაბარებული როგორც ვიცი გოგოს ხო ნუ გამოსtildeებთან ტელევიზიაში ცაკ როგორც ვიცი ნამუშავარი და საუბრობენ რა ფილმებზე გახმოვანებებზე და ვფიქრობ რომ ერთ-ერთი საუკეთესო პოდკასტია ვიშინ ჩაუჟექი ეს სიტყვაზე voice-over-ს მანამდე არ მქონდა რეალურად ნახე რამოდენიმე ეპიზოდი რეალურად ძალიან მომეწონა ისეულე გამხვანებლები როდესაც იყვნენ არა მაქვს სამწუხაროდის ეპიზოდები სადაც განიხილავდნენ ისეულ ჩახმოვანებულ და რაღაც თავის პროექტს ჩახმოვანებები ბრუნდება ხო იცი აბრუნებენ ჩახმოვანებას აი ჩვენ სიტყვაზე ვაპირებთ ეხა ჩახმოვანებულ ერთდუბლირებულ პროექტს აი ჩახმოვანებაზე მინდა კითხო ჩახმოვანება როგორი უნდა გამოვიდეს ხარისხიანი ოღონდ ისე რომ მარტო გინებები არ იყოს და მარტო ტყიტყი არის მოდეს ორ სიტყვაში კარგი ჩახმოვანებული აი კარგი ჩახმოვანება ზოგადად რთულია ისეულე იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე უნდა გადაამუშავო ფილმი ისეულე ტექსტი უნდა გადამუშავდეს საკაიფოდ ისევლე რომ ქართულმა მოყურებელმა გაიგოს რეალურად კარგ ჩახმოვანებას ჭირდება აი მცოდნე ადამიანი ისევლე იუმორში ვინც კარგად არის პრობლემა აი რამდენად არის შესაძლებლობა რომ დაიკარგოს ფილმის შინაარსი ან ანიმეს შინაარსი რასაც ჩახმოვანებ რეალურად შეგიძლია ადაპტირება გააკეთო ანუ ისევლე ფილმს აქვს მომენტები ისევლე ყველა ფილმს აქვს მომენტი როდესაც სიუჟეტს ხდება და მაგ მომენტებში შეგიძლია გააკეთო ჩახმოვანება ამიტომაც შეგიძლია ისე გააკეთო რომ თან ჩახმოვანება იყოს მაგრამ სიუჟეტს მიყვას რეალურად ჩვენ ეგრე ვაპირებთ ეხა რომ ახალი ფილმი უნდა გავაკეთოთ რეალურად აგვისტოში დავიწყებთ მაგაზე მუშაობას სადაც იქნება ჩახმოვანება სიუჟეტს არ ჩავანაცვლებთ მაგრამ იქნება მანდ მომენტები სადაც იქნება ჩახმოვანება აქტიურად ოკეი საინტერესოა ძალიან საინტერესო სამოყვარულო ჩახმოვანება არ ვიცი როგორ გამოვა რეალურად სიმართლე გითხრა მე მაინტერესებს სამოყვარულო ჩახმოვანება როგორი იქნება იმიტომ რომ ჩახმოვანების პიკი იყო როდის 2014-15-ში აი ლაშა და ციკო რო აკეთებდნენ არ ვიცი სამწუხაროდ დაახლოებით ანუ 2014-დან 2016-მდე იყო ჩახმოვანების პიკი გონი რაღაც მომენტები მეჩნდებოდა TikTok-ზე ჩახმოვანებით ეხა ძდევს რაღაცეები იმიტვინი იბურღება რო სკროლავ ყველა სუიჩიტება ეს პრობლემა მაქვს რომ ქართულად რომ არ უყურებდი ეხა დიდ პროექტებს ხოში გარკვეულ აი გარტყმაში არ ვარ ისეული გამხმოვანებლები არ ვიცი ისეული პროექტები არ ვიცი ბევრი ასე ვთქვათ სწავლობ რა ლაშა ბახტაძე გავიგე სადღაც 3-4 თვის წინ მაგრამ არც ვიცოდი ვიყო რიანი გაგარი შეწვიდი ქართულ გახმოვანებაში რაც არ მოგწონს სიტყვაზე ან რაც მოგწონს და დაამატები ჩვენს გახმოვანებას აქვს voice-over-ზე თუ ზოგადად გახმოვანებას ზოგადად ქართული დუბლირებაც მინახავს ცუდი დუბლირებაც მინახავს კარგი დუბლირებას ნორმალური დუბლირებას სიტყვაზე რა ვიცი რაც მოვისმენე კარგია დუბლირებას არ შევეხებოდი ისევე პროფესიონალები მუშაობენ მან ბრავ რეკორდზე თუ საუბრობთ ისევე და არა ფანდაბზე ოფიციალურზე რამეს არ შევცვლიდი ყველაფერს კარგად აკეთებენ და მართლა რომ კარგად მიდიან voice-over-ზე ისევ მე მაქვს პრეტენზია იმაზე რომ voice-over-ი ჩვენთან არის ძალიან როგორ ავხსნე მონოტონური ერთ ტემპში მიდის აი თითქოს უბრალოდ ტექსტ კითხულობენ რამე ემოცია რომ არ არის ეგ მე ცოტა მიფუჭებს რა ასე თქვა ნუ კარში არ მომწონს რა თავისებურად ასე თუ თქვა მარტივად ანუ voice-over-ს გააქრობდი არ გავაქრობდი, უბრალოდ გადავმუშავებდი, იმიტომ რომ არის რუსეთში voice-over-ი, სადაც 3-4-5 კაცი იღებს მონაწილეობას აქტიურად და შედარებით უფრო კარგი მოსასმენია ისევ იმის გამო. ხო, მაგრამ იქ უფრო ძვირი ჯდება და ბევრი ხარჯი არის. რეალურად არ არის რთული მაგის გაკეთება, 2-3 გამხმოვანებლის ჩართოს რა უნდა პროექტში ისევ ჩვენთან ატომღაც უყვართ სერიალებზე არის პროსტა ძნელი. თორე ფილმებზე მინახავს 7-ხმიანიც, 10-ხმიანიც. არა, ხმაზე შეგიძლია 2 ხმა გააკეთო, უბრალოდ გადაამუშავო ისე გააკეთო, რომ მართლა კარგი ამოვიდეს. კარგად გადაამუშავო. აი სონიკი იყო მაგალითად 5 ხმაში. სონიკი მაიკადრიზე მაქვს და ნახე. 5 ხმაში იყო. ისევ ხმის დამუშავებაზე შეიძლება მოხდეს პრობლემა, იმიტომ რომ ზოგ პროექტს ევასება ბასების ტიგზია ყოდა. ბრო, არ ვიცი რატო ევასებათ ეს ბასები ხალხს. რომ თუ ბასები არ არის, სადაც უთი voice-over-ია ვეგრე ფიქრობენ. რეალურად მე რომ ვკითხო ბასები ღლეს ადამიანს, იმიტომ ბასები არის უფრო პოდკასტისთვის და უფრო ვიდეოებისთვის.
უფრო ღრმად რომ გესმის და voice-over-ში თითქოს აი წარმოიდგინე 20 წუთი რომ მოსმენ აი ბასებს ხო აი ყურში რომ გითხავს ბასები გღლის მოსასმენად აი პოდკასტი ახსენე შენ ქონდა YouTube-ზე პოდკასტი აუდიო პოდკასტები ქონდა არა პირე გაგრძელებას რეალურად ეგ აუდიო პოდკასტი ჩემთვის არის როგორც აჩოტები რა აი შენ და მაურო იყავით მაგაზე მე მაუ და ხო რეალურად დიდი ალბათობით გადავიღებთ მაგას უკვე სავარაუდოდ სექტემბერში ან ოქტომბერში ჩვენ გვინდა როგორ გავაკეთოთ იცი ისეულე რაღაც ყოველ 6 თვეში ყოველ 5 თვეში 4 თვეში ანუ აპდეიტები როგორ ხო აპდეიტები ისეულე პროექტის პონჩი რომ აი მაგალითად ამ დროის განმავლობაში ჩვენ ეს და ეს მოვასწრებთ ამ ადამიანის გაკეთება მოვასწრებთ ისეულე უფრო voice-ის მაყურებლისთვის იქნება საინტერესო და ვიდრე მორგი მაყურებლები ცოტა პატარა აუდიტორია ყავს რომელიც იზრდება დღითი დღე და რავი, კაი ხდება რა, წინ და წინ მიდის გახმოვანება, კარგ საქმეს ვაკეთებთ, კაროჩე ეს ფანდაბერები რა, ასე მგონია. მე მაქვს ახლა ახალი პროექტი გეგმაში, დავაანონსე ბარემ და ვიტყვი რომ Warcraft-ი ხო იცი თამაში. ეგ უნდა გავახმოვანოთ დაახლოებით 5-6 ხმაში. Oh shit. და voice-over-ი იქნება სინემატიკებით არის აწყობილი ფილმებით რა, აი როგორც Naruto იყო, მე რო გავაკეთე. ისე მე რა მაინტერესებს. აი შენი აზრით დუბლირების გაკეთება რთულია? ემოციურად კი, გახმოვანება არა. თლიანად ყველაფერს გაკეთება. აი, ხო, შენ გქონდა შენი პროექტი დუბლირების. ხო. სადაც შენ გამხონებლებს უზახდიდი, თარგმნიდი, ყველა მონტაჟებდი, რთულია ეგ ყველაფერი? ეს ფიქრობ. იმის გათვალისწინებით რომ 4 თვე გამეწელა, მაგარი ძნელი არის. აი, ბევრი ვერ იაზრებს იმ ფაქტს, რომ თითო პროექტს კატასტროფულად ბევრი დრო და შრომა სჭირდება. რატომაც გონია რომ voice-over-ი არის, როგორ? მეორე პროექტი რო გავაკეთე. ორი უჩივა. ხო. ორი უჩივა. თავიდან რო გავაკეთე. ბიჭო, აი ეგ მაგაზე დამჭირდა დაახლოებით 3-4 დღე. იმიტომ რომ ნუ ალბათ პერსონაჟები არისო ბევრი რეალურად და უკვე ნუ ეგეც შეიძლება, მაგრამ გამოცდილებასაც ვაწერე მაგას, რომ აკაცუკეზე გამოცდილება საერთოდ არ მქონდა. პროექტის მასშტაბს გააჩნია, ახლა რა დონეზე მასშტაბური არის და რა დონეზე სჭირდება ზოგადად. 12 ხმა იყო თან აკაცუკეში ხო გახსოვს? აკაცუკეში 12 ხმა იყო, თარგმანი იყო, მოსამზადებელი და ედიტება, ანუ რეალურად ხალხს გონია რომ voice-over-ი და დუბლირება პლუს-მინუს 1 არა თუნდაც, მაგრამ voice-over სჭირდება პირველ რიგში რა, რეჟისურა, კარგი თარგმანი, ნორმალური მაინც რომ იყოს ედიტი. ტექსტში კარგება ხოლმე სიტყვაზე თუ ფილმებზე და სერიალებზე საუბარი, აი სიტკომები, Friends უყურებ ახლა და ტექსტში არის დაკარგული ბევრი ხუმრობა. ბიჭო, ხო, ამიტომ ზოგადად მე ხომ თარგმნელების მესმის, იმიტომ რომ რთულია ადაპტირება უშუალოდ ზოგადი კონტექსტის უშუალოდ ქართულ აუდიტორიაზე, იმიტომ რომ ვერ მიხვდება მაყურებელი მაგას. და რომც თარგმნო, თარგმნი და აზრი, მაგიტომაც ადაპტირება არის საჭირო ზოგადად თარგმანში, მე რომ მკითხო. აი, მაგიტო მე ვფიქრობ, რომ ყველა არ უნდა იყოს თარგმნელი და უნდა იყოს განათლებული და არა განათლებულად ცოდნე ადამიანი უნდა იყოს მაგას, ხო, ცოდნე ადამიანი. ვისაც კარგი იუმორის გრძნობა აქვს და ნუ შეუძლია რაღაცებზე კარგად. პირადად მე ხა პირადად ისეთ ხალხთან მაქვს ურთიერთობა, ამის ვითარგმნს ჩვენ ხა ვინც არის ეს ჩვენ თარგმნით ჩვენ ზოგადად სხვებს ვთხოვთ. ისე ჩვენს პროექტში არიან მაგრამ კონკრეტულ თარგმნელების პოზიცია აქვს და მაგათო თარგმნებინებთ. კი, რეალურად ახლა მომენტებში შეიძლება უჭირდეთ ხალხს თარგმნა, მაგრამ რაც თავარიად ცდილობენ და რეალურად თითო პროექტზე უკვე იგრძნობა ის სწორედ განვითარება. კი, ხარისხი იზრდება თარგმნის და მე მახარებს რეალურად მე ხა ამ ეს ჩახმონება იმიტომ გადავწყვიტე რეალურად ადრე მინდოდა რომ უკვე ხდები რომ შეუძლიათ ტიპებს უფრო კარგი ვთქვათ ხარისხის დადება და მაქსიმუმი რაც ვთქვათ რომ მაქსიმალურად უნდა იხარჯო. ნახოთ რა იქნება ახალი. კაი, მოდი გადავიდეთ ახალ ფილმებზე, ახალ კინემატოგრაფიულ ახალ სამყაროზე და ვიცი რომ ნახე ახალი სუპერმენი. რო გამიზია რომ ემოციები როგორი იყო, იმიტომ რომ მე რაც მოვისმინე, იყო კატასტროფა. ბევრმა თქვა რომ კატასტროფა იყო და მე არ ვაპირებ ყურებას. ბიჭო, იმიტომ რომ ნახე ბევრი ამბობს რომ სუპერმენის ისტორია არის გადამღერებულიო. და ანუ ისევ იგივე ისტორიას ხსნიანო რა. რეალურად აი ეგეთი სუპერმენ არ ვიცი მე უბრალოდ ვისაც აქვს ნახი ზაკ სნაიდერის ფილმები ამბობენ რომ აი ეგეთი უნდა იყოს სუპერმენიო ანუ რეალურ სამყაროში რომ აღმოჩნდეს სუპერმენი აი ეგეთი იქნება კი ფაქტია მაგრამ ჩემი წარმოიდგინე ზაკ სნაიდერის იმას რომ სპაიდერმენი რაღა და სუპერმენს რო უყურებ სამართლიანობის ლიგას ზაკ სნაიდერის და იქ რო სუპერმენი რაღაცა ბედესი ტიპია შავი ტიპი რო არის და რო გადმოდის და აქით რაღაცა აქ უფრო სუსტი არის სხვა გმირთან მაგრამ ეგეთი უნდა იყოს რეალურად იმიტომ რომ კომიქსებშიც და ოფიციალურად ზოგადად კომიქსებში ეგეთი არის კეთილი არის ედნეტად ასე ვთქვათ hope აურა აქვს просто იმაში შეშნე რომ ესე აწერია სულ
ეს როაწერია და რა იჩი მე მაინც მომწონს ყველანაირად ჩემთან ეგეთი ბაზარია რა მე მომწონს ეგეთი უნდა იყოს სუპერმენი რეალურად მოაქვს სპაიდერმენის ვაიბები აი ადრე რომ იყო სპაიდერმენი ხო გახსოვს პირველი სპაიდერმენის ფილმი ტობი მაგუაირის ეგეთი ვაიბი აქვს სუპერმენი არის მაგ ფილმში ერთ-ერთი ყველაზე კეთილი ადამიანი ასე ვთქვათ იმედს აძლევს ყველას რა და იქ მომწონს მე ტიპა ბოლოს და ბოლოს სიყვი გადაარჩინა და იქ სუპერმენმა რა ვიცი მე ხო რამდენი ადამიანი მოკლა იმის გამო რომ აურა ფარმინგი მოიხდა მივხვდი რა ხო მაგრამ აი რო უყურებ მარტო კომიქსები რო იყოს და ეგ სუპერმენი რო არ არსებობდეს ჰენრი კევილის სუპერმენზე მაგ საუბარი რო არ არსებობდეს ვიტყოდი რომ ტრეილერი რაც მაქვს ნახე არ მომეწონა პირდაპირ ვიტყოდი რომ აი კაი კომიქსის მიხედვით არის გადაღებული და არაფერი არ არის დაკარგული მაგრამ როცა უკვე ესეთი სუპერმენი ყავს როგორც სიტყვაზე ტაილერ ჰეკლინმა შემოგთავაზა ან ჰენრი კევილმა აი ამის მერე ამ სუპერმენის გაკეთება ჩემი აზრით დეგრადაცია არის ბიჭო პირიქით მე რომ მკითხო ადრე შენ სუპერმენის პირველი ფილმები თუ გაქვს ნანახი ზოგადად ეგეთი 30-იანებში რო გამოვიდა ხო ტრუსიკი რო გარედან ის არა 30-იანებში არა უფრო 2006 უფრო ადრე მე მგონი 2000 წლების პერიოდში სუპერმენის ფილმები რაღაცები უნდა ნახო ეგ არის სუპერმენი ის პირველი სუპერმენია რაც აი სპაიდერმენი ბეტმენი და სუპერმენი იყო პირველი სუპერმენები რაც გავიგე ეგეთი უნდა იყოს სუპერმენი რეალურად იმიტომ რომ კომიქსებში ეგეთი არის სწორი ადაპტაცია თუ გინდა რომ იყოს ხო უნდა გააკეთოს სწორად აი ეგრე პირდაპირ ტიპებმა აი რაც ქრა იმან რეჟისორმა თან ჯეიმს განი არის ჯეიმს განი იმიტომ მევასება რომ ისევლე Guardians of Galaxy რა მესამე ნაწილი კინოში ვიყავი მაგაზე და პირველი მეორე ის კიდე სამივე ხო შედევრია მაგრამ აი მესამე ნაწილი არის იმენა რაღაც სასწაული იმიტომ კინოში ვიყავი ტრეილერში პირადად მეც არ მომწონა სიტყვა სუპერმენი რო ვნახე ტრეილერი მეთქი რაღაც ისლელი იქნება ძალიან მაგიტო არ ვაპირებ მე მაგრამ რო ვნახე ფილმი პირველი 10-15 წუთის შემდეგ მეთქი ოკეი რაღაც ვაიბი მოაქვს აი მარველის ვაიბი მოაქვს ოღონდ როგორ მარველს კარგი პერიოდის აი 2000 მესამე ფაზა ხო მესამე ფაზის პერიოდი აქვს ასევე პლუს აი მთავარ გმირს მოაქვს რაღაც საკაიფო აურა რაღაც მეგობრული რაც რეალურად მოგწონს იმიტომ რომ როცა გახსენდება ჰენრი კავილი როგორ უყურებდა ხალხს რაღაც მერტივით იყო რა ხო ანუ ფიქრობ რომ თავში ქონდა ავარნილი ჰენრი კავილის სუპერმენი ამიტომაც ჩემი აზრით ეს ახლა რაც სუპერმენი არის შედარებით უფრო უკეთესი არა მოდი ასე ვთქვათ უფრო სწორი არის ეგეთი უნდა იყოს რეალურად სწორი ადაპტაცია არის ეგა სუპერმენის და ზაკ სნაიდერის ადაპტაცია არის რეალური ან როგორ შეიძლება ყოფილიყო აი როგორ იქნებოდა სუპერმენი რეალურ სამყაროში რომ აღმოჩენილიყო ორივე კარგი არის თავისებურად ერთზე და მეორეზე ცუც ვერ ვიტყვი ამასობაში მე თქვენთან მაკითხვა ბატონო აბა გისმენ გამოუშვი Короче, მე მახსოვს, ვთქვათ, შენ გამხვალებლებს იმაშობოდი, ტოპები ქონდა გამხვალებლების. Короче, YouTube-ზე რო დავდე? Yes, არა ისეული გაიმაშე პოდკასტებში, სამ გამხვალებელი გამოყვა, სამი გააკრა. Okay, მოდი პირდაპირ კითხო, სამი გამხვალებელი რომელსაც გააკრობდი და რატომ? ბიჭო, friendly fire-ზე გადავედი. გააკრობით სვეტში აღარავის აღარ გავაკრობდი, იმიტომ რომ ანუ ჩემი აზრით იქნება შრომის დამონახაობა. რომ თქვა რომ აი სიტყვაზე შეიძლება ვიღაცა აი ნუგზარდაბერი იყოს და კატასტროფულად ახმოვანებდეს. ანუ სიტყვაზე რომელიმე საიტის წარმომადგენელი, რომელიც დამწყებია და სუდად ახმოვანებს. მაგრამ არ გავაკრობ იმიტომ რომ მოდი დამწყებებზე არ გვინდა, პოდი ხო თქვა აი. ნუ კაი სტაჟიანია სიტყვაზე და ვერ ახმოვანებს. სიტყვაზე წელავს. ან სიტყვაზე წელავს, სიტყვაზე მეტყველება არ აქვს კარგი, მაგრამ მაინც წლები ახმოვანებს. კაცი ტექნიკები ხაშინა. ხო, ანუ სიტყვაზე ტექნიკა არ აქვს, მაგრამ წლები ახმოვანებს. ხო და მაინც არავის არ გავაკრობდი, იმიტომ რომ აი შრომის დაუნახაობა იქნება რა. ბლიზარდზე რას ფიქრობ, როგორც ამხოლებელს? ბიჭო, როგორც გახმოვანებელზე, ფიქრობ რომ არის ერთ-ერთი საუკეთესო ფანდაბერში, ფანდაბინგში. იმიტომ რომ გულწრფელად ამბობ მაგას თუ? კი, გულწრფელად ამბობ. ხო, არა, ძმაკაცობა როგორზე გადავდოთ? სუბიექტურად ვფიქრობ, რომ ბლიზარდი არის ერთ-ერთი საუკეთესო, იმიტომ რომ თავისი სტილი აქვს, ძალიან სპეციფიური ხმა და ემოციური გახმოვანება აქვს რა, გინდ voice-over იყოს, გინდ დუბლირება. არ მოგწონს მის დუბლირება და voice-over. დუბლირება რა გაქვს მონასმენ? რა ქვია იმას? დემონებში ერთი პერსონაჟი გააკეთა ხო, მაგრამ აი სვეტში ვუსმენდი მანდ და იყო ემოცია ჩასმული რა და ადაპტირება იყო. კი. საინტერესოა. აბა კითხვა გამოუშვი თუ გაკიდე რა. ბოლოსკენ გადავიდეს მოდი მაშინ და კი იცი ბოლოში რუბრიკა მაქვს ესეთი რომ სტუმრები რომ მოდიან მისმევენ კითხვებს და მე ვიჩითები იდეაში სტუმრის სამპულაში. თუ გაქვს რამე კითხვა გამოუშვი.
აი კონფლიქტებთან დაკავშირებით ის პროექტების კონფლიქტებთან ისევ ანიმე საიტებს როგორც ისე ხშირად აქვს კონფლიქტები ერთმანეთთან რას ფიქრობ ეგეთ კონფლიქტებზე ანუ ისევ ლეგ განვითარებისთვის კარგი არის სუდი არის კონკურენცია ოღონდ როგორი კონკურენცია არის ესე სუდი არის ჩემი აზრით იმიტომ რომ არაჯანსაღი კონკურენცია არის აი ჯანსაღი კონკურენცია არის სიტყვაზე რასაც მე და შენ ვაკეთებდით მე ჩემი დუბლირება მქონდა შენი დუბლირება მაგრამ ერთმანეთს არ ვეტაკებოდით ეგ იყო ჯანსაღი კონკურენცია მაგრამ ეს რო ერთმანეთში ხიპიში აქვს და დაპირისპირება და რაღაცა ჩემი აზრით არის არაჯანსაღი იმიტომ რომ პროექტის დეგრადაცია მიდის მაგ დროს დეგრადაცია ხდება პროექტის და ანუ საბოლოოდ ბევრი შენც იცი რომ ბევრი წასულა გახმოვანებიდან მაგ დაპირისპირებების გამო იმიტომ რომ უკვე ყელში ქონდა თამოსული სიტყვაზე ვიღაცა ანიმეები ქართულად ჯი თუ რაღაცა ეგეთი საიტი რო ავიღოთ და მაიკადრის კომანდა სიტყვაზე დაცხეს და მაიკადრის მაყურებლებმა სიტყვაზე იმათი ჰეიტერი გახდეს და იმათი ჰეიტერები მაიკადრის ჰეიტერები ნუ იცი რომ ზოგი ვერ უძლებს რა მაგის კონკურენციის გამო ჰეიტი ხო ეს ისე ჰეიტი ანუ ჰეიტი მადარა სიტყვები რო მე ხა მახსენდება ის პერიოდი 2021 წლის პერიოდი როდესაც პროექტებს შორის დაპირისპირებები კი დაპირისპირება კიდე რა იცი აი ჰეიტი იყო საშინელი პროექტებს შორის აი თუ ორი პროექტი ერთმანეთს ახეიტებდა მან უკვე მთლიანი სტაფი ერთვებოდა მახსოვს ის პერიოდი როდესაც მაგალითად ჩართავდა მაიკადრის გამხმოვანებელი მაგალითი მომყავს პროსტა წარმოგიდგენთ ჩარტო მაიკადრის გამხმოვანებელმა ლაივი. შევიდა მან რომელიღაც პროექტის აი რომელიც არ მოსწონს ეს მაიკადრი მაგის ლაივზე და უბრალოდ დაიწყო გინებები. აი შენ ასეთი ხარ ხო ისა ტროლინგი რა მაქსიმალურად. ეგეთი პერიოდი. მე ვფიქრობ რომ ვაფშე ეგეთი ისინი უნდა გადააგდო ვაფშე და არ უნდა მიაქციო ყურადღება. აი რას ფიქრობ ეხა არის კონფლიქტები რაღაც თემები თუ უფრო წყნარი პერიოდია? ფიქრობ რომ შედარებით წყნარი პერიოდია, მაგრამ კონფლიქტი მაინც არის. რაღაც კონფლიქტები ვისთან? ნუ შეიძლება საიტებში არ არის მაგრამ შიგნით ანუ გამხმოვანებლებს ქონდეთ რაღაცები რა. მე შეგიმჩნევია ეგეთი კონფლიქტი. ადრე იყო, ცვეჩი ადრე იყო, როცა პირველად რო დაიწყო რევოისი, მაშინ იყო რაღაცები, დოკლაპები არიან. მაშინ იყო, მაშინ კი, მაგრამ როცა მე ვფიქრობ, რომ აი შურიანი ხალხი არის. ოღონდ ცვეჩი სრული პასუხისგებლობით ვამბობ, თუ გინდათ ხალხო წამოყარეთ კომენტარებში, შურიანი ხალხი არის. მაგას ფიქრობ. ბიჭო, ანუ მე არა და მაგ ხალხთან მქონდა კომუნიკაცია ვერ ვიტყოდი რომ შორია. ნუ ოკეი, ცუდ ტიპები არ არიან, მე მაინც ვერ ვიტყვი რომ ისეთ ცუდ ყველანაირად. ანუ ადამიანზეც არც ვიცნობ ადამიანს ცუდ ვერანაირად ვერ ვიტყვი და რომ ისი უნდა გშორდეს შორი გეხმოწე. ბიჭო, არა, პროსტა პროექტი რო ხედავენ რომ პროექტი თამასაზე არის და თამასა უჭირავს. მე ისევ მახსოვს შევთავაზე. მაგათ გახმოვანება მონაწილეობის მიღება ხშირად ჩვენს პროექტებში. მე ხშირად უძახდი მაგათ. სამ პროექტში დაუძახე. ხო, შეთან შენ ისეთი ტიპი ხარ, რომ არავისთან არ გინდა დაძაბულობა და რა. მე კონფლიქტები, როდესაც არის ვერთოებმა კონფლიქტებში, იმის გამო რომ ისე რომ რეგულირება მოხდეს და ორივე რაჯიხულად ასე ვთქვათ გაწავიდნენ და მახსოვს რამდენი კონფლიქტი ჩავერია, რა ვიცი, სამ კონფლიქტი ჩავერია, სამი მომაგვარი. ეგრევე რამე ხდება თუ არა, ეგრევე ჟორას ვეკითხავ ხომ. თურქეთივით ვარ, ჩემთან ეგრე გადის მოლაპარაკებები. ხო და ბიჭო, არ ვიცი, მე ხა დაუძახე რა ერთხელ, უარით გამისტომრეს, მეგანა ხა არა მაგ პრობლემა ხა თუ არა აქვს სრული ადამიანებს თავის პროექტი აქვს, თავის პროექტს მიხედავენ და თავის მოხდოთ. პირიქით წარმატებებს უსურვებ და იმედია სვეჩი იქამდე მივნეს, სადაც აი აუქტაში მიზანი სადაც აქვს იქამდე მივნე. თუმცა რა ვიცი. მე ერთხელ მახსოვს დაუძახე ერთ გამხმოვანებელს აკაცუკის რო ვაკეთებდით. ობიტოს როლზე დაუძახე. და შენ ის არა ხარო პოდკასტებშიო რომ რაღაცებს ლაპარაკობსო? ეგ პასუხი განცა და ნუ კაი მივხვდი რაშიც იყო ეგრევე საქმე. არის სიამოვნეა პოდკასტებში. ხო, აშკარად. ოკეი. და მიუხედავთ იმისა, რომ მე ცუდად არ ვილაპარაკია მაგ ადამიანზე. წინა პოდკასტზე მახსოვს, მე და შენ ჩავიწერეთ. ჯარადა ცუდად ვინმე არ მომიხსენებია. ხო, ცუჩი არავინ არ მომიხსენებია. ისე გამოვიდა თითქოს ცუდად ვისაუბრე. მე ისევ შეგახსენებ ხალხო მე ოდნავ ქართულად საუბარი ოდნავ მიჭირს. არ ვიცი, ეგერ უკაჯერი მოსმე, აგერ ვიჭერ მოწევ ყავს ჩემი. სადღაც მე ზოგადად რუსულ სკოლაში ვსწავლობდი აქტიურად, მან ძირითადად რუსულ მესამე საჯარო სკოლა. არა? მე რუსულ სკოლაში, რუსულ ქართულ სკოლა, მესამე საჯარო სკოლა. რუსულ ქართული სკოლა. იყვება ჩო. ვინ იყვება? რა? მე? ოკეი. კარჩე. Are you okay? კარჩე მე მაქვს პრობლემა ისოლე იმის რომ აზრით ჩამოყალიბება და ვიჭირს იმით გამო რომ ძირითადად მე ჩემ თლიანი ბავშვობა რუსულად საუბრობდი ისოლე სკოლაში მაგიტომაც შევედი მესამე საჯაროში
ბათუმში არის ეგეც სკოლა, მან ჰქონდა რუსული სექტორი. გამონჯებასებული რუსული ჰქონდათ, მან რუსულ სექტორს სწავლობდი, მან დავაუაში მან შევისწავლე ის რუსული საკაიფოდ. ასევე ბევრი ავხანაგის მაგას ყავდა მისთანაც. უბრალოდ რუსულად საუბრობდი, აგერ ისევ შენ გაიცანი ჩემი ისევ რომელიც ძირთად რუსულად სკოლის პერიოდები. სკოლის პერიოდები, თუმცა ეხაც ახლა შეამჩნია რომ მე რუსულად საუბრობდი ისევ მაგას და ხო, იმიტომ რომ ჩვენ სულე ვიცით ეს ენა უფრო უკეთ ვიდრე ქართული. ახლა მე რეალურად რუსულად უფრო შემიძლია უფრო თესლად ჩამოყალიბებოდი აზრი ვიდრე ქართულად. ეგაა ჩემი პრობლემა ოდნავ. თუმცა წლები აღარ მისაუბრია რუსულად ისე რაც გაახმოვანება დაუწყე შედარებით უფრო დავხვეწე მეტყველება, შედარებით უფრო ადვილად შემიძლია აზრი ჩამოყალიბება, რაც მე მახარებს რეალურად, იმიტომ რომ ბევრ ამაში გამომადგა. ისე გინ სამსახურში, გინ ისე პირად ცხოვრებაში, ადრე იბირა მიჭირდა. მაგრამ ეს ხოდა მაგის გამო ისე რომ თქვა მიჭირს ოდნავ აზრი ჩამოყალიბება, იმ ადამიანმა გაიფიქრა რომ ტექნიკურად მასე ვსაუბრობდი. თუმცა მაშინ მე ისე შეგახსენებთ რომ მე ვინმესთან ცუდი დამოკიდებულება არ მაქვს ისე გახმოვანების გამო მე ადამიანს გახმოვანების გამო ცუდს არ ვიტყვი. პირდაპირ შეგძლები ვინმე მოვიდეს და ხელი დამარტყას იმის გამო რომ მე პროსტა ვინმეზე თქვა საზოგადო თქვა რომ აი ეს ტიპები იმიტომ არ მოვიდნენ ჩვენთან რომ ასე და ასე ცუდად რომ მოიხსენ რომ იმის გამო რომ გახმოვანებაზე უარი მითხეს ან რაღაცა მოვრიგით გახმოვანების გამო იქ მათი აზრი არის ისეულე რამდენს დაუკავშირდით ჩვენ გახმოვანებაზე ისეულე ახალ პროექტებზე უარი გვითხრეს და მათაც სულს არ ვიტყვი გასაოცარი ხალხი არის თავისას აკეთებენ უბრალოდ თავისუფალი დრო არ ქონდათ ან უბრალოდ არ არიან დაინტერესებული პროექტში. ნუ ეგ ხო ვინც არ არის დაინტერესებული და ჯანსაღად ვინც არიან, მაგრამ ხო არიან ტიპები რომ ვინც უარზე იყვნენ და მერე ზურგს უკან ჭორაობები წავიდა. არა, ეგეთებიც არიან რეალურად, მაგრამ ახლა ისეულე ეგ მათ სინდის ნაფუსია თუ არ უნდა აი ზუსტად ხო. თუ უნდა ზურგსანი საუბრო ხა, ანუ ჩემთვის მე არაფერი არ მაკვდება მაგათ ზურგსანი საუბრით, ან თუ მართლა არ მოწონვა როგორც პიროვნება ან ჩემ პროექტი არ მოსწონს, მათი ნება არის რა მე რა ანუ მაგარი ბრონიჟილეტი გაქვს შენ მაგარი. ხო, ანუ პირში არ მეუბნებიან არაფერს, რომც მოვიდენ და მითხრა მე მახსოვს მოვიდნენ ტიპებმა ერთხელ მითხრეს ბიჭო ისაო, ნახე თქვენი ფილმიო, ედითი არ მომეწონა. მეთქი, იმიტომ რომ გამოცდილები ვართ, არა გამოცდილება ახლა ჩვეულებრივი მომენტია ვითარდებით რა ახალ პროექტზე, ანუ მე გინდ გახმოვანებაზე, გინდ პროექტზე ვინმე მცუდი რომ თქვას, არა მაქვს პრობლემა, მათი აზრი არის და ახლა მე კი იცი კი ნახავ გადავალეცე თავზე ვიღაცას რაღაც. ისეულე პროექტზე. просто ნახე გააჩნია როგორ იტყვიან მაგასაც ხო აქვს. მე ხო ჩარჩოები ხომ უნდა ქონდეს ყველაფერს როგორ გააჩნია ახლა მე რომ ახლა ჩემთან მოვიდეს ადამიანმა და მე ამ პირადად ჩემს გამხვალებელ ვისთანაც კარგად ვარ შეურაცხყოფ მიაყნეს მან უკვე პირადი კონფლიქტი მექნება მქონია მსგავსი რა მე მაქვს ახლა ერთ პროექტთან კონფლიქტი პირადად რომელთაც მე არ ვაპატიებ არასდროს იმის გამო რომ ჩვენი გამხვალებლები გააჭორეს პირველ რიგში ზურგს უკან თვითონ პროექტი არის პირდაპირ მნიშვნელობით აი საშინელი სტაფი არის მოკლედ იმით დავიწყოთ თვითონ ადმინისტრაციიდან დაწყებული კიდე რამოდენიმე გამხვალებელზე დამთავრებული იმის გამო რომ ჩვენ დავეხმარეთ ზურგს უკან გავგჭორეს ჩვენ და ჩვენი გამხვალებლები არა მარტო ჩვენები არამედ კიდე სხვა ანუ ზოგადად ეგ პროექტი ჭორავს სხვადასხვა გამხვალებლებს ჩატი აქვთ მე მაგათ ერთ-ერთ დამაარსებელთან მაქვს კონტაქტი აქტიური ჩემი მეგობარი არის რომელსაც ვიცნობ 2022 წლიდან მოდის ჩემთან მიყვება ასე ჭორავენო ჩაშიო თქვენს და თქვენს გამხვალებლებსო არა მარტო თქვენს ზოგადად ყველას ჭორავენო ხოთა მაქსიმალურად ნეგატიურად ვარ მაგათ მიმართ განწყობილი მე პირადად თქვი თუ მე მაგათ რომელიმე გამხვალებელს რომელთანაც მე პირადად ცუდად ვარ განწყობილი ან მე გაიჩიტება რომელიმე ჩემთვის მეგობრულ პროექტზე მე პირადად იმ ადმინისტრაციას გავაფრთხილებ თუ რა პიროვნებაა ან ჩვენთან რომ არ გაიჩიტება მანდ ორი აზრი არაა მე პირველ რიგში ვაფასებ ადამიანებში იმ ჯიგრულ მომენტს ადამიანობას და ასე რომ გვიდგებიან მაგას ვაფასებ და არა იმას რომ უბრალოდ მაგარი ხმა აქვთ ხმის გამო მე ადამიანს არ ვაფასებ მე ისევ თუ ადამიანი არის მაგიტომ მინდა მასთან ურთიერთობა თორე ხა სად ჩვენ პირველ რიგში ხო ახლა არ ვართ კომერციული პროექტი ჩვენ ახლა ვართ გუნდი ვართ პირველ რიგში ოჯახივით ვართ გვინდა რომ ასე თქვა ოჯახივით ვიყოთ მეგობრულად ვიყოთ რაღაც ივენთები თემები ერთად ვიყოთ ივენთებიდან დისკორდზე ღამე მიდის ხოლმე პროსტა განა რამეზე საუბარი იმე პროსტაც მაგასურად საუბარი ხო ანუ არ მაქვს მე ის მომენტი მე შენზე იერარქიულად უფრო ზემოთ ვარ ამიტომაც მე შენ პატევით უნდა მოხვიდე და რაღაც ბატონობით მომხდა არა სისულელად ხო მე ყველა ჩემს გამხვალებელთან ყველა ჩემს დასწელთან მეგობართან ვარ ჯიგრულად იმიტომ რომ მე პატევს ვემაგ ხალხს და მინდა რომ ანალოგიური მაგათმაც ჩემს მიმართ აი ესეთი გრძნობები გამოხატონ რაც მე ხა მაგათ მიმართ ვარ ხო აი ზუსტად ეგ არის რომ პატივისცემა მნიშვნელოვანია ამ საქმეში და ზოგადად ყველა საქმეში ზოგადად მე ხა არა მაქვს პრობლემა რომ ვინმე რომელიმე მე ანიმაქსმა გააკეთა თავისი დუბლირება ხო ის ხო და დამწყდა იმ მომენტზე გული რომ არ დაგვიკავშირდნენ ავთხოვის დახმარება გინდა editing-ზე გინდა არაფერზე ანუ
არ ვიცი რატო არ დაგვიკავშირდნენ პირადად მე მქონდა ანუ დავეხმარებოდი ყველგან თავის გაუზიარებდი მე ახალი პროექტი იყო ანუ უნდა ერთ გამხანებელს უნდა თავის პროექტის მოხდვა რა ხო და რომ რამეო დაგიკავშირდეთ ხო შეიძლებაო დახმარების პონჩი მეთქი იო ბრა მოდი რა პრობლემაა მე პირიქით ჯანსაღი კონკურენცია და რაღაც რომ იყოს ბაზარზე გამისწორდებოდა თქო არა მაქვს პრობლემა ანიმაქსზე გამიტყდა იმიტომ რომ ტორუსთან მე ხარ არ მაქვს დიდად შეხება ამ ადამიანთან მაგრამ ჩვენს პროექტებში აქტიურად იღებს მონაწილეობას და მინდოდა რომ რაღაც ელემენტარული დავხმარებოდი მაგას გინდა კონსულტირებით გინდა გაკეთებით რაიმეთე არ ვიცი რატო არ იქნეს მაწყინიც თუ მომენტო არა ოკეი მაგრამ ნებათია რა ეგ მათი თემა არა უნდა რომ თავის კომანდა გაიწესტათ კიდე თუ გაქვს რამე კითხვა გამოვში რა ეს ფიქრო ბაჭარას დაბრუნებაზე ბრო ხო ეგ კაი კითხვა იყო ბიჭო მე ვფიქრობ რომ იგივე ხარისხს მაინც ვეღარ დადებენ რაც ადრე იყო ხო და ვფიქრობ რომ იგივე რაოდენობის მაყურებელი ვერ იქნება იმიტომ რომ ეხა მაიკადრიზე ხო მაიკადრის უჭირებს თამასა და თან საიტი არის აი ყალბი აჭარანეთები რო არის ხო იცი ბევრი ყალბი არის კი ხო ბევრი ყალბი აჭარანეთი როა იმის გადმოღებული დიზაინი არის ძველი დიზაინი არა დაუბრუნებელი ხალხი დაიგნევა ვერ მიხვდება რომელი არის ორიგინალი რომელი არა ეგაა ძალიან დიდი პრობლემა იმის გამო რომ ბევრი fake შეიქმნა ხალხი კომენტარებშიც კი წერდა იმას რომ ეიო აჭარა არ არის გათვლილი წლები რაც 2023-ში დაიხურა ხო თუ 22-ში ხო მაგის მერე ხალხი აქტიურად წერდა იმას რომ არა აჭარა ჩემთან მუშაობს ჩვეულებრივად ანუ ხალხმა ისიც კი ვერ მიხვდა რომ გაითიშა პროექტია და შენი აზრით ეხა მიხვდებიან სამ აჭარაში რომელი არის ორიგინალი ხო სუდი არის ეგ რაღაც პონჩი მაგრამ მე პირადად გამისწორდებოდა აჭარა რომ მენახე ისევ თავის ისევ პიკი მაგარი იქონდათ ძალიან მაგარი პიკი 8 ოთახი რო ახმოვანებდა ერთ პერიოდში და არ მართლა მაგარი კომანდა აი აჭარანეთის გამხმოვანებელი იყო ოროჩიჰაზე რო დამეხმარა ჰირუზენი რო გაახმოვანა აქედან მოკითხვა თუ უყურებ ძმაო და ეგ მეხმარება Warcraft-ი რო გითხარი წეგან ეგ თემა კი ნელ-ნელა ვხოდავთ YouTube-ზე რაღაცებს და აუდიო წიგნებიც მეთარება მიდის ეხა Blizzard-ას უნდა დაახიო ტოპონე Blizzard გადაიღო შენი პოდკასტები არ მისცემას უფლება და გახიოს პირველობა ბიჭა ეგეც კი არა უფრო ის მეინტერესებდა აი რას ფიქრობ აი მე და შენ ბოლოს გადავიღეთ პოდკასტი 4 თვის წინ აი 4 თვის შემდეგ რა სიტყვი რამდენი ან განვითარდა პროექტი თუ პირიქით დეგრადირდა Revoice-ი ბიჭო განვითარდა იმიტომ რომ 4 თვეში რა 4 თვის წინ რამდენი ხნის გაკეთებული იყო Revoice 2-3 თვის ხო დაახლოებით ხო სადღაც ეგრე მოსავთ რამდენი ფილმი იყო რამდენი პროექტი 2 და მესამეზე ვაკეთებ ეხა კიდე რამდენი ფილმი გაკეთდა 4 თვეში და 3 კეთდება 4 თვეში იმდენი ფილმი გაკეთდა რამდენიც იმაზე მეტი გაკეთდა უბრალოდ რამდენი 3 თვეში საუბარი ჩვენ არა მარტო ფილმებზე ჩვენ ისევ უცხოე ენაზე ვაკეთებ დუბლირებას სტუდიაში უცხოერებზე წავიდა სტუდიაზე წავიდა საუბარი და ხო ივეთ ყველაფერს რო გადავხედეთ ვფიქრობ რომ ძალიან დიდი წინსვლა აქვს Revoice ასე მგონია ჯო მე ძალიან მიკურსის ფაქტი რომ აქამდე როგორ მივედით მეთქი ძალიან ეს არის ერთიანი თანადგომით მეგობრობით გაგებით რავი თან სვეტში ერთი ოჯახი ვითვართ Discord-ში შევდივართ პროსტა ვსაუბრობთ ისე კი არა რომ ბრატ მოდი ახლა საქმეზე ვისაუბროთ ანუ მივდივართ მომენტი ჩვენთან ის არ არის რა ეს სამუშაო ურთიერთობები და ეს ჩვენთან ისე მეგობრულად და ჯიგულად ვართ ისე მინდა რომ ჩვენს გუნდს კონდეს ის ოჯახური გრძნობები და მომენტები როგორც აჭარას კონდა თავის პიქში იმიტომ რომ მე ისე მაგათ აი voice-over-ების პოდკასტი მაქვს მონასმენი და მან აჭარას გამხონებლები ამბობენ რომ აი ერთი დიდი ოჯახივით ვიყავით მოუწოდებთ ერთმანეთთან რაღაც ურთიერთობა რაღაც მას გავასი მინდა ჩვენთანაც რომ იყოს აი ეგეთი სტუდიები ვითრო იყოს დუბლირებაზე Revoice-ის რას ფიქრობ დიდის აი მაგარი იქნებოდა ეხლა გვაქვს სიტყვა სტუდია ჩვენ ერთი სტუდია რო არის ვიცი ხო კი ერთი სტუდია მაგრამ ისეულე ჩვენი მიზანი არის და მიზანად რჩება რომ ოფიციალური პროექტები დავიწყოთ არა მარტო ანიმეები არამედ სხვა პროექტებიც მაგრამ მაგამდე ჯერ კიდევ ბევრი არის ხო მაგრამ ყველაფერი წინ არის და რა ვიცი წინ არის რეალურად თუ დახმარება კიდე იცი რა ხარ შენ თვითონაც ისი რა ხალხმა დაგვეხმარა ახლა ძალიან დიდი მადლობა ლაშე ბახტაძე სანდრო კახეთელიძე მოიცადე გორილა როგორ ბეთა ჩემს წინაშე ქალბატონის შეურაცხყოფას გაიტრიე რობინ ეს ბლუში სიყვარულს ასეთი გემო აქვს ჯანდაბა რობინი დემონური მეცხრე სტილი აშურა იცოდე თუ შენ დამარცხდები ქიმიური იმ ვირთხის წინააღმდეგ რომელიც ისტბლუდანა მაგია სასტიკი ბურღი შენ როგორი ვირთხა გამოდიხარ
ძალიან დიდი მადლობა მაგ ხალხს რომელიც დაგვეხმარეს. მიუხედავად იმისა რომ ანაზღაურებას არ ყოფილა, ხო შეიძლება ამას საუბარი? Yes, ჩვენ არც აქ საიდუმლო ჩვენთან ზოგადად უფას დაკეთებენ სამწუხაროდ, მაგრამ ეგრეა. ენთუზიაზმის ხარჯზე, მიუხედავად იმისა რომ ანაზღაურება არ ყოფილა, ანუ ამ საქმის სიყვარულით, როდესაც საქმე გიყვარს, გავკარი ყველა ანაზღაურებას ასე ვფიქრობ. წლებია ვახმოვანებთ უფას, ახლა რამდენი ახალი წლებია უფას ვახმოვანებს, იმის გამო ისე რომ უყვარს გახმოვანება, იმის გამო რომ ხალხი გაახაროს და თავისი გაისწოროს. ასევე შემიძლია ანალოგიურად თქვა რომ მე ვიცნობ ბევრ ცნობილ გამხანებელს ისევ არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთში, ისევ შეგვიძლია ბალფორზე ვისაუბროთ, არა მარტო ბალფორზე, კიდე არის რამოდენიმე, რომლებიც წლებია აკეთებდნენ, წლებია იყვნენ ამ თემაში, დუბლინების და თავის სტუდია ჰქონდათ, მაგრამ ანაზღაურებას არ იღებდნენ. ეგ იმის გამო კი არა რომ ხალხმა იცოდეს ჩვენთან ფული არ იქნება, არა, იმის გამო რომ ისევ შენი საქმის სიყვარულით შეიძლება უფრო მეტი შედეგი დადო და აი უკვე რაღაც დროის შემდეგ დაგიფასდება ეგ, ვიდრე მხოლოდ ფულზე იფიქრე, იმიტომ რომ ფულზე თუ იფიქრებ, შენ თვითონ წვდები რომ დიდად ამას ვერ მიაღწევ. ხლა ეს არა მეტი არ. ხო, მოდი ამ ნოტაზე დავასრულოთ ხალხო ჩვენი პოდკასტი, ხაზზე იყო პოდკასტი FM8 ჟორასთან ერთად, ჟორიკასთან ერთად, ჩვენი სტუმარი იყო ჟორა და აბა გემშვიდობებით მომდევნო პოდკასტთან. დროებით.